რომან კაკაულია საზოგადოებრივი ორგანიზაციის პოლიტიკური არჩევანი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ბუნებრივია მასთან სასაუბრო თემაც ასევე იქნება მეგობარი აქტი, რომელიც გუშინ გამთენიისას საქართველოს დროის დაახლოებით დილის 6 საათზე უკვე დამტკიცდა წარმომადგენელთა პალატაში და ის უკვე დღეს ცოტა ხნის წინ გადაიგზავნა სენატში და სენატში უკვე სრული შემადგენლობის წინაშე უნდა მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა და შემდეგ უკვე კენჭისყრა რის შემდეგაც თუ დამტკიცდება ის ხელმოსაწერად ამერიკის პრეზიდენტს გადაეცემა. რომან კაკულია უკვე ჩვენთან სტუდიაშია. მოგესალმებით ბატონო რომან, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით. პირველ რიგში როგორ შეაფასებდით აი გუშინდელი კენჭისყრის შედეგებს და მეგობარი აქტის დამტკიცებას ქვედა პალატაში? გაივლის თუ არა ის იმ ორ პროცედურას, რაც კანონად ქცევისთვის სჭირდება, გულისხმობ ზედა პალატაში უკვე დამტკიცებას და შემდეგ ტრამპისგან ხელმოწერას? დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მოსაზრებები მრავლად გამოითქვა და როგორც ჩვევია ჩვენს ქვეყანას დღეს ასე ურად გახლეჩილს, ეს მოსაზრებებიც აბსოლუტურად რადიკალურად ერთმანეთსაგან განსხვავებულია. გაივლის ალბათ რა თქმა უნდა და ისევე როგორც ეს კონკრეტული აქტი, ისევე როგორც სხვა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელიც საქართველოს მიმართებაში იქმნება, რადიკალურად სხვადასხვა შეფასებებს პოულობს, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებულია ის აღქმები, რომელიც ამ ორად გახლეჩილ საზოგადოებას აქ თითოს ყველა მოვლენის მიმართ და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ. ნუ ახლა ამან დაადასტურა ის, რომ მე ხა პირველად არ ვამბობ ამას, რომ მხოლოდ deep state-ით და რაღაცა ომში ჩართვის თემით შესვლა აი ამ კამათში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორივე თემა ახლა გამოგონილი არ იყო და ნამდვილად არსებობდა. საკმარისი მე არაერთხელ მithქვამს, რომ არ იყო ალბათ საკმარისი და შეიძლება და უფრო სიღრმისეული ანალიზის გაკეთება თუ რა აფორმირებს იმ ადამიანების პოზიციას, რომლებიც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანაკში არიან. თუ ეხლა ტრამპის გამონათქვამზე ავიღებთ აქცენტს, არა მაგალითად ახლა ის რომ აქ ითქმის, რომ ტრამპი თვითონ ასახელებდა deep state-ს და ასე შემდეგ. ტრამპმა გაცილებით მნიშვნელოვანი რამე თქვა ამას წინათ, რომელიც შემდეგ არ გახდა მსჯელობის საგანი. მან თვითონ ახსენა ეგრეთ წოდებული პროქსი ომი. ეს ეხლა მოსახლეობის დიდ მონაწილეობა შეიძლება არ იცის, ეს ის აღიარებით ჩვენება იყო ფაქტიურად, რომელიც ის ზოგადად ამერიკის ჩართულობის კონკრეტულ შინაარსზე მიანიშნებდა, რომ რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება რომ იყო პროქსი ომი, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოსთან დაპირისპირებული მესამე სახელმწიფოს მეშვეობით ასტიმულირებს რა მათ შორის ომს, ამით ცდილობს მისი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს დასუსტებას და აქ ხომ თავარი აზრს და გაყოფას სწორედ ამასთან დაკავშირებით მოხდა ჩვენთან შიგნით, რომ ეს რა ომი იყო ომი, რომელიც დაუშვად დაიწყო იმიტომ, რომ რუსეთისათვის შეიქმნა ეგზისტენციალური საფრთხე, თავი რომ დავანებოთ იმას, როგორი ქვეყანაა რუსეთი, რომელიც იმთავითვე გასაგები იყო, რომ ასე უპასუხებდა ამას და იყო თუ არა მზაობა მისგან ასეთი პასუხისა და ამ მზაობის არ ყოფნამ ხო არ შეიწირა რუსეთ-უკრაინის ნახევარი და ჩვენ არ გვინდოდა ამ როლში აღმოჩენილიყავით, ერთი ეს მიდგომა იყო, თუმცა დღეს თქვენ ნახავთ მეორე მოდგომასაც, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი მაინც გააკეთებდა ამას და კიდევ კარგი რომ დროზე მივასწარით უკრაინას და მივაწოდეთ ის შეერაღება და ეს რომ არ ყოფილიყო რუსეთის უკრაინის ეს ნაწილი კი არ იქნებოდა დაკარგული, არამედ გაცილებით მეტი იქნებოდა და ამ გაგებით უკრაინა შეიძლება ჩაითვალოს, რომ წარმატებული ამ ომში. ანუ ესეთი რადიკალურია ეს განსხვავებები და თავად ეხლა ამ აქტის შეფასებაში ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ერთ-ერთ რამეზე, რომ შეძლებს თუ არა ჩვენი საზოგადოება აი შინაგანად გამოიმუშაოს ასეთი თვისება, რომ როდესაც რაიმე დოკუმენტი იქნება ეს თუ რაიმე პოზიცია, როდესაც მისი ოფიციალური წარმოჩენა ხდება ჩვენ წინაშე რა, მარტო რაც ითქმება, იმის მიხედვით გავაკეთოთ დასკვნები, თუ დავფიქრდეთ ხოლმე ამის უკან რაიმე სხვა мотиваცია ხომ არ დგას კიდე. და რა мотиваცია დგას? ეს мотиваცია პროქსი ომი ზუსტად იმიტომ ვახსენე მე, რომ ჩვენ როდესაც ახლა საუბრობთ იმაზე, რომ მოდით ერთი სათაურის ქვეშ მოვაქციოთ ის, რაზეც ისინი გვედავებიან ახლა ამ დოკუმენტით და დავარქვათ მას დემოკრატიის ხარისხი, ხო? არჩევნების თემა და გნებავთ დაუშვათ ის ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებულები არიან, აქ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით. თლიანობაში ამას დავარქვათ დემოკრატიის ხარისხი და ისინი დაობენ, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კრიტიკას იმსახურებს.
კი ბატონო, დემოკრატიის ხარისხზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ და ალბათ მისი სრულყოფა შეიძლება და რა თქმა უნდა ის იმსახურებს კრიტიკას. თუმცა არა ისეც, როგორც არის მაგალითად ახლა 50-ვე პოლიტპატიმარი როგორ არის ახლა შეიძლება არც სამართალწარმოების უმაღლესი სტანდარტით არის ყველა საქმე გაკეთებული, მაგრამ ახლა ჩვენ რაც ვნახეთ შეტევები პოლიციელებზე ეს არ არსებობდა, ანუ აქაც გაზვიადებულია ეს, მაგრამ ეს კი არ არის მთავარი შეკითხვა. მთავარი შეკითხვა არის ის, რომ ეს მთავარი მიზეზია თუ საბაბია. საბაბია იმისათვის, რომ შემდეგ დაუშვათ მიღწეული იქნება მთავარი შედეგი. მთავარი შედეგი რა არის? თუ პროქსი ომი უკრაინის შემთხვევაში და რუსეთის შემთხვევაში ეს არსებული რეალობა იყო, ხომ არ არსებობს სურვილი იმისა, რომ საქართველოში იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც შეიძლება დღეს არ იყოს საჭირო მეორე პროქსი ომის წარმოება, კი ბატონო, მაგრამ იდეაში ესენი რომ არ განან იმ ხელისუფლებას, რომელიც პროქსი ომის თემაში გამოყვება და შენი ინტერესების ბოლომდე გამტარებელი იქნება, ეს ეჭვირო არსებობდეს ამის უფლება ხო გვაქვს ჩვენ. ამას განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვეკითხები, რომლებიც ლიბერალური სამყაროს წარმომადგენლებად თვლიან საკუთარ თავს და მინდა ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი უკაცრავად მოწოდება შევახსენო, რომ ჭეშმარიტებაზე მონოპოლია არავის არ უნდა გქონდესო, ამაზე ააშენეს დასავლეთი და ამ მოსაზრებას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, რომ ეს დემოკრატიის ხარისხის კრიტიკა, რომელიც არის თითქოს მთავარი განხილვის საგანი ახლა ჩვენთან მიმართებაში და ვიმეორებ, ჩვენც გვაქვს ინტერესი, რომ დემოკრატიის ხარისხი გაუმჯობესდეს და სიამოვნებით შევიდოდით კონკურენციაში, დაუშვათ შეიქმნებოდა ახალი ძალა, უნდა შეიქმნას კიდევაც, რომელიც კონკურენციაში შევა ქართულ ოცნებასთან, მაგრამ ამ კონკრეტულ ძალას უნდა ქონდეს აბსოლუტურად რეალისტური წარმოდგენა იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ნიშნავს აი ამ კონკრეტული სიტყვიდან ამოვალ პროქსი ომში ჩათრეული ქვეყანა რომ არ გვინდოდეს რომ ვიყოთ და ეჭვი მაინც რომ გქონდეს რომ ვინმეს ხომ არ აქვს ეს ინტერესი, იმიტომ კი არა რომ ცუდები არიან და რაღაცა საოცრებას წარმოადგენენ. უბრალოდ მათი ინტერესი ასეთი შეიძლება იყოს და თქვენ იზიარებთ ხელისუფლების იმ გზავნილებს, რომ თქვათ გარკვეული არაფორმალური ძალების გავლენით არის ეს დოკუმენტი მიღებული? იცით რა, არაფორმალური ძალების გავლენას ასე არ ვაკეთებ მე ამის კომენტარს, იმიტომ რომ ეს არ არის არაფორმალური ძალების გავლენა. მე როდესაც თავის დროზე ითქვა ეგ ტერმინი, რას ნიშნავს დაუშვათ deep state, არა მე მაშინვე ამაზე რა თქმა უნდა დიდი ხანი მქონდა ნაფიქრი და მე ვთქვი ეს არის მენტალიტეტი. ეს არის მენტალიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მისი საგარეო დაუშვათ ნაბიჯების გადადგმის პროცესში იყოს დომინანტი და მის შემდგომ ძლიერებას ემსახურებოდეს. ეს მოცემულობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერჯერობით არ შეიცვლება. როდესაც ლაპარაკობთ ტრამპი ებრძვის deep states, ის შეცვლის მეთოდს ამ მიზნის მიღწევისას და ამიტომ ეს მენტალიტეტი, როგორც იყო რამოდენიმე ასეული წლის წინ, როდესაც ამერიკელები ამერიკას აღიქვამდნენ შემაღლებულ რაღაც გორაგზე ქალაქად, რომელიც უნდა აბწყინებდეს სხივებს თელი სოფლიოს მიმართულებით, ეს მენტალიტეტი არსად არ წასულა და ამ მენტალიტეტის ხალხია ანგლოსაქსური ცივილიზაციის დღევანდელი წარმომადგენლობა და deep state-ი ახლა ასე წარმოდგენა ამის ვიღაცები გავლენ და ვიღაცები შემოვლენ, რომელიც ამ ამბიციაზე უარს იტყვიან. ეს არ იყო რეალისტური ხედვა. ამიტომ გაცილებით რეალისტური იყო ჩვენ გვესაუბრა იმაზე თუ რა საერთაშორისო სისტემასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო ის, რომ ლიბერალური საერთაშორისო სისტემა, რადგან შეიცვალა და ეგრეთ წოდებული ძალთა ბალანსის თეორია შემოვიდა, აქედან გამომდინარე იყო ჩვენი პოზიცია. შეკავების პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ როდესაც ახლა ჩვენ ვიწყებთ ლაპარაკს, რომ გადატვირთვა გვინდა მაგალითად ამერიკასთან. დაუშვათ მიიღო ეს აქტი, ან თუნდაც არ მიიღო. თავარი ის არის ამერიკას რა პოლიტიკა შეიძლებოდა ქონოდა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ეს გამოვიდოდა სწორედ იმ სისტემიდან, რომ თუ შეკავების პოლიტიკა შევიდა ძალაში და ის შევიდა ძალაში, მაშინ რუსეთის მთავარი მიზანი რა თქმა უნდა ხდება გახდეს დომინანტი ამ რეგიონში და ამერიკის მთავარი მიზანი ხდება, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცეს მას იმის საშუალება, რომ ის გახდეს დომინანტი ამ შემთხვევაში. თუ მხარდაჭერილი იქნება მეგობარი აქტი და პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს, როგორ აისახება ეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაზე და იმ გადატვირთვის პერსპექტივაზე, რაზეც ასე ხშირად საუბრობს მმართველი გუნდი? მე მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერასოდეს ვერ გავიგე, რას ნიშნავდა გადატვირთვის პოლიტიკა. იმიტომ რომ თუ გადატვირთვის პოლიტიკა ნიშნავს კარგ ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამას არსად არ მიაქვს ის მთავარი შეკითხვა, რომ კარგი ურთიერთობა რას ნიშნავს? რომ ისინი რუსეთის ამბიციას იყოს დომინანტი ამ რეგიონში, ამას არ შეეგუებიან და ჩვენ აღმოგვიჩენენ სათანადო მხარდაჭერას
რათა ჩვენ რუსეთის სივრციდან მოვწყდეთ და დასავლეთის ჩვენს მისწრაფებას უპასუხოთ. ამას ნიშნავს გადატვირთვა და კარგი ურთიერთობა და უკრაინის მაგალითი ჩვენ ამის ასე რომ გვეფიქრა და ეს პროქსიომი ტყუილად არ გავიხსენებია, ამის საფუძველს არ გვაძლევდა. ამიტომ ჩემთვის ისედაც გაუგებარია, რაც ნიშნავს გადატვირთული ურთიერთობა ამერიკასთან. გადატვირთული ამერიკასთან ურთიერთობა შეიძლება ნიშნავდეს ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს მაინც აღდგენა დასავლეთთან ურთიერთობის, იმიტომ რომ რაშია იცით საქმე, ერთადერთი შანსი რაც იყო ამ ურთიერთობის, ამას წინათ ბატონი დავითაშვილი იყო შტატებში და იქ ჩამოვიდა მის კომენტარში ერთი საინტერესო მომენტი მომხდა და დავიმახსოვრე და სწორი თქვა, მაგრამ როდესაც თქვა რომ ამერიკა დღესო თავის საგარეო პოლიტიკასო თუ არ ვწდები ასე თქვა, ეკონომიკურ თემას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საგარეო პოლიტიკის ფორმირების დროს და ეს იყო ჩვენი ნიშა. მაგრამ ამ ნიშასთან ვერ მიხვალ შენ თუ ის ძირითადი გეოპოლიტიკური თემა არ გადაწყდა, ანუ შეკავების პოლიტიკაში ამერიკა რა პოლიტიკას ირჩევს რუსეთთან მიმართებაში და რა როლს მოგანიჭებს შენ, თავარი ეგ არის გადასაწყვეტი და აქ ახლა ჩვენ ორი არჩევანი გქონდა სულ, არსად არ წასულა ეს თემა რა. რუსეთი, როდესაც გაძლიერდა რუსეთი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არსად არ გაუქმება იმის პრეტენზია, რომ დომინანტი იყოს ამ რეგიონში. თუ ამერიკა მას მისცემს ამის უფლებას, ეს ჩვენთვის ახლა პრინციპში არ არის მისაღები თემა, იმიტომ რომ რუსეთი დღეს შეიძლება ჩვენთვის არც ძალიან, მაგრამ ხვალდაზე მისი ამბიციების სადამდე მივა, ეს გასაგებია, ხა თითქოს ისე გვიხსნიან, თითქოს ვინმე არ იცოდეს ეს. მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ ამის დამაბალანსებელი ძალა დასავლეთიდან ჩვენ რო ვერ ვიპოვეთ, ამან გვაიძულა ჩვენ შეგვემუშავებინა ისეთი პოლიტიკა, რომელიც შეიძლება მათთვის გასაგები არ იყო და მისაღებიც არ იყო და რა თქმა უნდა ის როდესაც დასავლეთის კრიტიკაზე იყო დაყრდნობილი იმის გამო რომ ისინი სათანადოდ ვერ დაგვეხმარებოდნენ ეს რუსეთის ინტერესებში შედიოდა ამიტომ თუ დაარქმევ ხან პოზიციას პრორუსულს კი ბატონო ის შედის რუსეთის ინტერესებში იმიტომ რომ ის მიმართულია დასავლეთის კრიტიკისაკენ თვითონ აქტის შინაარსს როგორ შეაფასებდით საკმაოდ მწვავე და მძიმე შინაარსის ფორმულირებები და ჩანაწერებია რა გარემოებებს ეფუძნება ეს აქტი ну, ჩემი აზრით ეს ეფუძნება ზუსტად იმ გარემოებებს, რომ თვითონ ამათაც უთქვამთ ხშირად, რომ აღქმების სამყაროა ეს. და დემოკრატიის ხარისხზე შენიშვნები რომ იქნებოდა, ჩემთვის ეს გასაგები იყო, იმიტომ რომ ტრამპი რომ მოვიდა, თუნდაც ევროპას როცა მიმართავდა და დანარჩენ მსოფლიოს ისინი დემოკრატიის ხარისხზე ლაპარაკობდნენ და ამიტომ რადგან ბევრი ისეთი აღქმა არის შექმნილი, რომელიც დემოკრატიის ხარისხს რომ გაუმჯობესება ჭირდება ქვეყანაში, ეს აღქმა უკვე შექმნილია, შეიძლება ის გაზვიადებულია და ზოგი ისეთ რამეზე, როგორც ახლა გითხარით, მაგალითად ახლა ყველა პატიმარი როგორ არის და მაშინ საერთოდ რატო გაქრა ის ადამიანები, რომელსაც შეიძლება მართლა ჰქონდათ დანაშაული ჩადენილი პოლიციელების მიმართ, მაგრამ ეს დეტალები უკვე ამ დეტალებში არავინ აღარ ჩადის, იმიტომ რომ ეს არ არის მთავარი მიზეზი. ეს არის საბაბი, რათა მიღწეული იქნას მთავარი მიზეზი, რომ განხორციელდეს ზეწოლა ხელისუფლებას და ეჭვი გვაქვს ჩვენ, რომ ეს მიზეზი ზეწოლის მთავარი არგუმენტი სწორედ ის არის, რომ სამომავლოდ როდესაც საქართველოს ფუნქცია უნდა გაერკვეს, ალბათ საქართველოს ფუნქციაში კვლავ არის დანახული ისეთი სახელმწიფო, რომელიც აი ამ წინააღმდეგობის მომენტში შენი ინტერესების გამტარებელი იქნება ისე, რომ გამოგვადგეს ინსტრუმენტად დაპირისპირების შემთხვევაში. შეიძლება თუ არა ამ შინაარსის აქტის კანონპროექტის, თქვათ, დაინიცირების და შემდგომ დამტკიცების, თქვათ, საპრევენციო, არ დამტკიცების საპრევენციო რაიმე ნაბიჯების გადადგმა. საქმე რაშია, იცით? ხელისუფლების მხრიდან. საქმე რაშია, იცით? აი დემოკრატიის თვალსაზრისით ვარსკვლავები რომ მოეწყვიტა სულ ქართულ ოცნებას, თუ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ჩანაფიქრი ის იქნებოდა, რომ ჩვენ უნდა შეგვესრულებინა, ჩვენ უნდა ყოლოდა ყოფილიყავით მათთვის ის ხელისუფლება, რომელიც პროქსი ომის შემთხვევაში მათთვის გამოსადეგი მთავრობა ვიქნებოდით, მაშინ ხო გეუბნებით, აი ეს ვარსკვლავები რომ მოეწყვიტა დემოკრატიის, მაინც არ იქნებოდა დადებითი განწყობილება ჩვენს მიმართ. თუმცა ეხლა რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ტიპის მიზეზების მოტანა ხდება, ეხლა არასოდეს არ ხდება თითიდან გამოწვევა რაღაცის. პრობლემები არის, ამ პრობლემებს ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარება ახლა რაღაცნაირად უნდა დაიწყოს. მე მაგალითად ქართულ ოცნებას შევთავაზებდი, რომ კომპრომისის თემა მოეძებნა რაღაცა, მაგალითად ამ კომპრომისი რა ნაბიჯი შეიძლება იყოს? თუნდაც ამ დაკავებულებთან შემთხვევაში ახლა არჩევნებთან დაკავშირებულს მე ვერ ვხედავ ამ წუთას მაგ რესურსს, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა გაამახვილონ მათ თვითონ ადგილობრივ არჩევნებზე, იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნები პრინციპში რეფერენდუმია ახლა უკვე რა. ეს არის რამას დაარქმევენ ამ რეფერენდუმს. მაგრამ ორ პოლიტიკურ ძალას უკვე გაცხადებული აქვს, რომ არ იღებს მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, ისინი იმიტომ არ მიიღებენ ახლა სხვადასხვა დასანქცირებულ პირებში, რომ იქ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოჩნდა, ეს თავისთავად მიანიშნებდა იმას, რომ ესენი არ აპირებენ ამაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ქართულმა ოცნებამ უნდა შეძლოს. ახლა მათი მიზანი იქნება, რომ
აი 800.000 სხვა მომდენ ისინი რომ ძირითადად 800.000 ყავდათ მხარდამჭერიო. ისინი გადავლენ ალბათ ბულინგზე ქართული ოცნების მხარდამჭერების, რათა უზრუნველყოს რომ მიმსვლელი ადამიანების რაოდენობა იყოს ზუსტად იმდენი, რამდენსაც ისინი ამბობდნენ რომ ეს არის მაგათი რეალური მხარდამჭერის რიცხვი. ქართული ოცნებამ უნდა უზრუნველყოს ის რომ მარტო მათი მხარდამჭერებიც რომ მივიდნენ. ამას წერა რაღაცნაირად უნდა დაამტკიცოს რომ მათი მხარდამჭერა, ანუ ეს რეფერენდუმი სწორედ მაგასთან დაკავშირებული რეფერენდუმია, რომ ანუ ჩვენ აი ამ თუნდაც ამ აქტთან დაკავშირებით გვესმის თუ არ გვესმის რომ მხოლოდ დემოკრატიის ხარისხი არის ჩვენთან ჩვენს მიმართ დამოკიდებულების ძირითადი мотиваცია თუ ამის უკან კიდევ დგას რაღაც სხვა ან თუნდაც ასე თქვა შესაძლოა იდგეს კიდევ რაღაც სხვა თუ მოსახლეობის ის რაოდენობა რომელიც აქ ამთავრებს საუბარს მხოლოდ დემოკრატიის ხარისხს როცა საუბარი და არც კი ფიქრობს და არც კი უშვებს იმას რომ ამ თუნდაც არსებული და რეალური პრობლემების მიღმა შეიძლება სხვა мотиваციაც იდგეს, მაშინ პირდაპირ გეტყვით, რომ აქედან სახელმწიფო მაინც არ გამოვა და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ მაშინ რაც მოსახდენია ჯობია მალე მოხდეს. იმ დროს სხვანაირად მაშინ ჩვენ ვერ გავიგებთ ამას და აქ არის ჩართული ის ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ ხვდებიან იმას, რომ ლიბერალური დემოკრატიის სახელმწიფოები თავის მოსახლეობას შიგნით, როგორც ექცევიან და როგორც აწყობენ თავის ქვეყანას სავალდებულო არ არის რომ ისინი ზუსტად იმ პრინციპებითა და იმ მორალითა და ზნეობით იქცეოდნენ, როდესაც კონკურენციაში შედიან სხვა სახელმწიფოსთან უსაფრთხოების საკითხებში. აი ამის აღქმა უჭირს ჩვენთან იმ ადამიანებს, რომლებსაც აი ესეთი მისწრაფება ჰქონდათ დასავლური ლიბერალური დემოკრატიისაკენ და ძნელია მათთვის იმის წარმოქმნა, რომ ქვეყანა შიგნით ერთნაირად იქცევა, მაგრამ გარეთ მან შეიძლება თუ ის ხილვადი არ გახდება, შეიძლება ისეთი რაღაცები დაუშვას, რომელიც მის მორალში არ ეწერება. როგორ შეაფასებდით ურთიერთობის აღდგენის პროცესში? მართველი გუნდი ამბობს, რომ ისინი ელოდებიან თუ როდის დაამარცხებს დონალდ ტრამპი ეგრეთ წოდებულ deep states და რომ გულშემატკივრობენ მას ამ პროცესში. ანუ რა ნაბიჯებს უნდა ფაქტია, რომ თქვა სტრატეგიული პარტნიორობა ნოემბრის შემდეგ არის შეჩერებული. ხელისუფლება რა ნაბიჯებს უნდა დგამდეს ახლა ურთიერთობის აღდგენისთვის, ნორმალიზების მიზნით? მე შევსვლიდი რიტორიკას პირველ რიგში ამ დაკავებულ ადამიანებთან პრეზიდენტის შეწყალების უნარს გამოვიყენებდი კარგად და ერთი ამ თემას მივხედავდი რაღაცნაირად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებდი. მე მესმის რომ ხელისუფლება ყოველთვის არის დაინტერესებული მისი სამართალდამცავების მიმართ ძალადობა იქ ხოლმე აღკვეთილი, იმიტომ რომ ხელისუფლებაში ეხლა სამართალდამცავების თავისი როლი აქვს და გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ამ წუთას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებდი, იმიტომ რომ ჩვენი სამომავლო ფუნქციონირებისათვის და თუნდაც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ეხლა დღეს ბატონ ირაკლის უსმენთ მისი არჩევა იყო თავმჯდომარედ და მან თქვა რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთო მოსახლეობის ის ნაწილი რომელიც დავკარგეთო და ეს ძალიან სწორი იდეა, მაგრამ ამათ ვერ დაიბრუნებ დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენის გარეშე და ეს აღდგენა ეხლა რაღაცა კომპრომისებით უნდა დაიწყოს. ეხლა არის გუნდი რომელიც თulis რომ კომპრომისს თუ გააკეთებს, მისი ჩამოშლა დაიწყება და არის კომპრომისი რომელიც გაძლიერებს პირიქით და შემდგომი ნაბიჯი მათ გააძლიერებს. ეს ჩემი აზრით ეს ნაბიჯი მათ გააძლიერებს. ასევე რიტორიკა არის შესაძლებელი. იცი უნდა თავი დავანებოთ ეხლა ამ deep states მიუხედავად იმისა რომ ეს არსებობს თქვა ვამბობ, მაგრამ გადავიდეთ გეოპოლიტიკური კონტექსტის ანალიზზე, რომელიც და როგორ უნდა შეიცვალოს ეს რიტორიკა რა? ეს რიტორიკა ახლა როგორც გითხარით, ჩვენ უნდა გადავიდეთ იმ ანალიზზე, რომ რადგან შეკავების პოლიტიკა გახდა უკვე ძირითადი სტრუქტურა საგარეო ურთიერთობების და წესრიგი როგორიც არის საგარეო ურთიერთობებში, იმ წესრიგის მიხედვით იქცევიან სახელმწიფოები შიგნით. ამიტომ ახლა აი ამ შეკავების პოლიტიკაში, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ეს ომი ასე მალე არ დამთავრდება, აქ რჩება იმის განცდა, რომ ამერიკას კვლავ ჭირდება რუსეთის ირგვლივ სახელმწიფოები, რომელიც მათი ინტერესების გამტარებელი უნდა იყვნენ საჭიროების შემთხვევაში. ეს არ არის მყისიერი საჭიროება დღეს. ამიტომ რა თქმა უნდა შეიძლება არსებობდეს ისეთი ხელისუფლების არსებობის აუცილებლობა, რომელიც ყოველგვარი შეკითხვების გარეშე გაატარებს ამ პოლიტიკას და ასეთი ადამიანები აქ არიან. ხედავენ ისინი აქ და ჩვენ რომ მათ ადგილას ვიყოთ, ჩვენც მათზე გავაკეთებთ აქნეს, მაგრამ აქ უკვე თვითონ საზოგადოების არჩევანზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი ადამიანები თუ ხედავენ ამას, მაშინ ჩვენ შევძლებთ რომ რაღაცნაირად მივიღოთ ის სახელმწიფო, რომელიც უნდა მივიღოთ. იმიტომ რა შეიძლება ის სახელმწიფო თავარი სიტყვა დღეს არის გადარჩენა სოფლიოში. ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც ჩვენ ვართ.
და გადარჩენა სჭირდება და ჩვენი უბედურება იმაშია, რომ სწორედ გადარჩენის სტრატეგიაში აბსოლუტურად აუცდით ერთმანეთს ეს ორი საქართველო. ის რაც ერთ საქართველოს გადარჩენად მიაჩნია, მეორე დაუპად მიიჩნევს იმას, რაც ამას დაუპად მიაჩნია, ის მიაჩნია იმას გადარჩენად. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციიდან თუ ხედავს თქვენ ურთიერთობის გადატვირთვის რაიმე ნიშნებს? ამ თუთას ვერ ვხედავ მართალი გითხრა. მაშინ ასე მსახურება ის შეხვედრები, რომლებიც თქვა გაიმართა ამერიკის ელჩის მხრიდან, ასევე ვიცე-პრემიერის შეხვედრები ვაშინგტონში. ანუ რა გზავნილებს იღებს მაშინ ოფიციალური თბილისი? ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით დადებით გზავნილებს ჩემი აზრით არ იღებს. ეხლა დიპლომატიაში ასე უცებ ნაჯახებით არ წყდება ყველაფერი. ესენი ახლა ყოველ შემთხვევაში იცით რა შეა საქმე? ახლა ამერიკაში არის რამოდენიმე საკონსულტაციო კომპანია, რომლებიც ძალიან სერიოზულ ნაშრომებს ქმნიან და ჯერ კიდევ, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი არ იყო, მაშინ გაკეთდა კორპორაცია რენდი მაგალითად არის ეგეთ საინტერესო საკონსულტაციო კომპანია, მან პროგნოზი გააკეთა რა უნდა ყოფილიყო დაუშვათ საომავლოდ ამერიკის მოქმედება უკრაინის ომთან დაკავშირებით და იქ ერთი 5 პუნქტიანი რჩევა იყო და ერთ-ერთი თავი ეხებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. საქართველოც იყო იქ ნახსენები. ერთი 2 წლის წინანდელი ამბავია იქ, მაგრამ მაშინ ჩამოყალიბდა ეს. ისინი ამბობდნენ, რომ ეს ქვეყნები უნდა დავაკვირდეთ ჩვენ ახლა რუსეთთან მიმართებაში რა პოლიტიკა ჩამოყალიბდება. მაგრამ ის პოტენციალი, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს პროქსი ომების პოტენციალი შენარჩუნებული იყოს, ამერიკას აუცილებლად დაჭირდება შეკავების პოლიტიკისათვის. ამას ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით. ანუ ამერიკასთან გადატვირთული ურთიერთობა ნიშნავს იმას, ჩვენთვის სასარგებლოს, როდესაც ის ბატონი დავითაშვილის ფრაზა რო ვახსენე, თუ ამერიკა რუსეთთან შეთანხმდებიან, რომ საქართველოსთან თუ ჩვენ რაიმე ეკონომიკური ინტერესები შეიძლება ერთმანეთთან გვაერთიანებდეს და რუსეთს შავ ზღვაში აქვს ინტერესები, ამერიკისთვის შავი ზღვა არის საინტერესო, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებებით ურთიერთობისათვის, თუ ეს შეთანხმება მათ შორის მოხდება, ეს არის ჩვენთვის საინტერესო გადატვირთვა, მაგრამ დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით ახლა ისეთი სურათები შეიქმნა და ისეთი აღქმები შეიქმნა, ჩვენ რაღაც უნდა შევცვალოთ. ჩვენ უნდა შევცვალოთ ის, რომ ამ წუთას კომპრომისი გავაკეთოთ. მომავალში 28 წლის არჩევნებში მე ნამდვილად ვხედავ კოალიციის მთავრობის აუცილებლობას, ოღონდ არა ამათთან ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია, რომელიც ახლა მე დღეს ოპოზიციად მივიჩნევ, თუმცა გამონაკლისებიც არიან ადამიანები, რომლებიც ალბათ მომავალ პოლიტიკაში იქნებიან. უნდა შეიქმნას აუცილებლად ის ძალა, დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი მეგობრებია ამ ქვეყანაში, რომელსაც არჩევანი არ აქვს გაკეთებული. და ელოდება იმ არჩევას, რომელსაც ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა. რა თქმა უნდა, მაგრამ ამ პოლიტიკური ძალას ეკნება ორადორი არგუმენტი, რომელიც ამათ არცეც არ გააჩნიათ, ეხლა მე ოპოზიციას გულისხმობ. პირველი, ეს არის ევროპული კი არა, დასავლური ორიენტაცია, ოღონდ ფასის გადახდის გათვალისწინებით. ფასზე საუბრის გარეშე ჩვენ ვერცეთ ნაბიჯს ვერ გადავდგა. ესენი საუბრობენ დასავლეთზე და საერთოდ არ ითვალისწინებენ რა ფასია ამაში გადასახდელი. ეს ფასი დღეს სხვა არის. იმისგან განსხვავებით, რაც იყო 10 წლის უკან. სხვა ფასია დღეს ამაში გადასახდელი. და მეორე, გეოპოლიტიკურ ილუზიებში არ უნდა იყო, უნდა შეგეძლოს გარკვევა იმაში, რა არის შესაძლებელი ხელოვნება. პოლიტიკას ხო ასე განმარტავენ და დღეს პოლიტიკაში თუ მთავარი საზოგადოებრივი, აი სახელმწიფო საერთაშორისო წესრიგში მთავარი თემა თუ შეკავების პოლიტიკა გახდა, სანამ ახალი დღის სოფლიო წესრიგი ჩამოყალიბდება. მაშინ ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით იმ არჩევანს, რომ ამ შეკავების პოლიტიკაში ამერიკა რა სტრატეგიასაც აირჩევს რუსეთის მიმართ, აი ამ შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ფუნქცია. გამოჩნდება რაღაც გარკვეული ნიშნები, იმპულსები, თქვა და როგორ გაგრძელდება საქართველოს-ამერიკას შორის ურთიერთობის როგორც კი რუსეთისა და უკრაინის თემა გაირკვევა ახლა. თუ ახლა ომის გაგრძელება ჩვენ იქ მივიღეთ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაბრუნდება სამწუხაროდ ძალიან ცუდი მდგომარეობა, იმის გაგრძელება ჩვენი საჭიროება ერთადერთი იქნება, მაშინ ახალი შეიძლება დღეს არა, მაგრამ საომავლოდ ახალი პროქსი ომისათვის გამოსადეგი ქვეყანა თუ იქნები, მაშინ ეს რეჟიმი ჩაირთვება შენთვის და ეს შესაბამის დასკვნებს გაუკეთებინებს. თუ იქ რაღაცნაირად მოხდა ის შეთანხმება, რის გამოც ხდება ახლა ასეთი დათმობა დაუშვათ თუ კიდათ რუსეთის მიმართ, იმიტომ რომ ყველამ გაიგო რომ ჩინეთია მათი მთავარი პრობლემა და აქეთ ისრაელი და ახლო აღმოსავლეთი და აქედან გამომდინარე. თუმცა ახლა ეს ტრამპის პრობლემაც ისეთ რაშია საქმე. ტრამპს უნდა და გამოვეცხადებინა თითქოს მისი ომი არ იყო და სუიზახებდა რომ ჩემი ომი არ არის და ეს ბაიდენმა დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა სიტუაცია იქეთკენ მივიდა, ეს ხდება მისი ომი მაინც. იმიტომ რომ ის მოთხოვნები, რასაც რუსეთი აყენებს, ტრამპი ამ ყველაფერს ვერ გაითვალისწინებს, იმიტომ რომ ძალიან დასუსტებულად წარმოჩინდება მისი პოზიცია, თუნდაც მომავალი ჩინეთთან დაპირისპირების ფონზე და მისი თანაგუნდელები არ უწონებენ ამას და ეს ტენდენცია ძალიან ხელშესახები ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს. გახანგრძლივდეს და გართულდეს და თუ გართულდება ახლა, მაშინ შენ იგივე ფუნქცია გექნება, რაც ყოველთვის ჰქონდა და ჩვენ სამწუხაროდ ამას ბოლომდე არ განვიხილავდით ხოლმე.
ჩვენ არასოდეს არ განგვიხილავს ჩვენი თუნდაც აი ნატოში წევრობა და დასავლეთში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რა ფასი იყო გადასახდელი ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობდით. აი მაგალითად გვაქვს დრო 2 წუთი რამოდენიმე. აი ეს ამის დამადასტურებელს აი სულ ახსენდება ასეთი რამე. ხო არის ხოლმე კვლევები, რომ აი ნატოში დღესაც მე მგონი 55% ამბობენ რომ მიისწრაფება აქვს ნატოში მიისწრაფების სურვილი. აი დაუკვირდით აი კვლევები რო ტარდებოდა ხოლმე ჩვენთან ხო თითქოს დიდი კვლევარები ყავს. ყოველთვის იყო შეკითხვა ემხრობით თუ არა ნატოში წევრობა. აი რა შეკითხვა ემხრობით თუ არა ნატოში წევრობას. ანუ შეიძლება ადამიანს ახლა კეთილდღეობა და ქეიფი გირჩევია და მწუხარებაო ეს კვლევა ჩაუტარო. თავარი შეკითხვა ორი იყო დასასმელი რომელიც არასოდეს არ დასმულა. აი პირველი შეკითხვა რამდენმა ადამიანმა იცის საქართველოში რა დრო არის საჭირო როდესაც მიიღება გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით რომ მოდი საქართველო გახდეს ნატოს წევრი მის კონკრეტულ აღსრულებამდე აი რა დრო არის დაკავშირებით რა დრო არის გასავლელი ეს ერთი შეკითხვა რამდენმა ადამიანმა იცის და მეორე შეკითხვა თუ იცით თქვენ ეს დრო და აცნობიერებთ თუ არა თქვენ როგორც რიგითი მოქალაქე მაგალითად იმ საფრთხეებს რომელიც ნატოში გაწევრიანება გინდა და არ გინდა თუ არა კი არა ნატოში მიღების გაწევრიანების გადაწყვეტილებასა და აღსრულებას შორის დაკავშირებით აი ამ პერიოდთან დაკავშირებულ საფრთხეებს თუ აცნობიერებ. იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ პერიოდში და ეს პირდაპირ კავშირშია იმ 30 კილომეტრთან, რომელიც აქ რუსეთის ჯართან გაშორებს. აი ეს დრო ერთი კვირა უნდა მარტო რომ მიიღება მეხუთე პუნქტი რომ ჩაირთოს მაგალითად არა ის რომ დაუშვათ ძალაში მოვიდეს, აი მაგალითად ჩვენ ნატოს წევრი ვართ, მეხუთე პუნქტი ჩვენთან ამუშავდა, დაახლოებით ერთი კვირა ჭირდება გადაწყვეტილება და მიღების მექანიზმს. იმისათვის რომ მექანიზმი ამუშავდეს. საერთოდ აღარ ვსაუბრობ ტექნიკურ ლოჯისტიკურ მზაობაზე და იმ დროზე, რომელიც საჭიროა ლოჯისტიკურად რომ გამართოს შენ, კიდეც რო იყოს ეს ჯარი საქართველოში რომ შემოვიდა შენს დასახმარებლად. ანუ მე ისე თქვა მინდა, იცით რომ ფასი რა არის გადასახდელი. ჩვენ ამაზე არასოდეს არ ვისაუბრეთ და ამ შემთხვევაშიც ახლა როდესაც ვლაპარაკობთ ამერიკასთან გადატვირთვაო ეს ასე უყურებდი ამ შეკითხვა რას ნიშნავს გადატვირთვა? ნუ სუფთაფურცლიდან დაწყებას სუფთაფურცლიდან კაი დავიწყეთ სუფთაფურცლიდან შენ სუფთაფურცლიდან რომს დაიწყო მაინც უბრუნდები რომელ საერთაშორისო წესრიგში გიწევ შენ მუშაობა აქ შენი ფუნქცია რა არის მისი ფუნქცია რა და მისი ინტერესები შენთან მიმართებაში რა შეიძლება იყოს საერთაშორისო იზოლაციაზე ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს ასევე თქვა რომ ქვეყანას ემუქრება საერთაშორისო იზოლაცია და არსებული ვითარება ღრმა პოლიტიკურ კრიზისაც შეაფასა თქვენ ფიქრობთ რომ დღეს ქვეყანა არის საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე. სამწუხაროდ მივდივართ მაკეთკენ არის, მაგრამ ეს არ არის ახლა არჩევანი რომ ის ადამიანები რომლებიც მაკიდან გამოსავალს დავაზობენ, ის შეიძლება უარესი გაგრძელება იყოს და მე მაქვს უფლება ასე ვიფიქრო. მთელი უბედურება მაგაში ეს არის საერთაშორისო იზოლაციისაგან მიმავალი გზა, იმიტომ რომ დასავლეთს დღეს არ შეუძლია სხვა პოლიტიკა გამოიმუშაოს ჩვენს მიმართ. მას არ შეუძლია დღეს აღიაროს რომ ისინი წავიდნენ ჩვენი პოზიცია რა არის ჩვენ გვინდა გაითვალისწინონ რომ რუსეთის არსი ფაქტორის გამო ჩვენ არ შეგვიძლია ცალსახად მათ ხარეს დგომა მათ არ შეუძლია თქვა რომ ეს პოზიცია გათვალისწინებადი იმიტომ რომ მთელი მაგათი ტაქტიკა აიგო მაგაზე რომ რუსეთის გათვალისწინება არაფერს არ შეიძლება დღეს დარჩენილი ევროპა ახლა რას ედავება ტრამპს რომ თუ შენ გაითვალისწინე რაიმე რუსეთის ესენი ახლა ხვალ მოგვადგებიან და წაგულეკავენ აქედან ამიტომ მისი არც ერთი პოზიციის, ანუ ამ შეკავების პოლიტიკაში, შეკავების პოლიტიკა უნდა იყოს ჩართული ბოლომდე, ანუ მას არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ რეგიონში გახდეს დომინანტი. ეს არის მათი პოზიცია. და შენ ითხოვ იმას, რომ იცით რა, ჩემ შემთხვევაში, რადგან თქვენი დახმარება ადეკვატური არ არის, იქნებ მომცეთ ჩემი დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების საშუალება. ისინი ვერ გეუბნებიან, რომც ფიქრობდნენ ასე, მაგრამ შენ ამაზე უნდა ესაუბროს, დაანები ამ deep state-ს თავი. დაანები იმას, რომ თქვენ ჩვენი ოფში ჩათრება გინდოდა თუ არ გინდოდა. აი ამ იზოლაციის საპრევენციოდ მაშინ აი კომპრომისული ნაბიჯი ახსენეთ, კიდევ რაიმე სხვა ნაბიჯი არის გადასადგმელი, რამაც ურთიერთობის ნორმალიზებაზე უნდა იმ დიპლომატიის წარმოება, რომელიც ზუსტად საუბარს მიიყვანს იქამდე თუ რა საერთაშორისო წესრიგი არის ფორმირებული მათივე განმარტებით. ახლა ტრამპმა რო deep state-ი ახსენა, მაგას ნუ კი ჩავაცივდებით ეს სიტყვა რო ვიხმარო. დღეს ამ მიმართულებით ქართული დიპლომატია დგამს ნაბიჯებს, როგორ შეაფასებდით მათ პოზიციას? ჩემი აზრით ესენი რაღაცა ჩაიკეტნენ ამ deep state-ის თემაში, და გაცილებით მეტია სალაპარაკო იმაზე, რომ თუ შეკავების პოლიტიკა არის დომინანტი პოლიტიკა, შეკავების პოლიტიკაში ჩვენ არა გვაქვს სხვა გზა.
გარდა იმისა, რომ თუ თქვენი დახმარება ადეკვატური არ იქნება, მაშინ ჩვენ ცალსახად ვერ დავდგებით თქვენს მხარეს და ამიტომ ჩვენთან არსებული ის ძალები, რომლებიც ამას არ აღიარებენ, ჩვენთვის არის მიუღებელი. ეს არჩევნები, რეფერენდუმი, იმიტომ არის. თუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ესმის ეს, მაშინ ჩვენ შეიძლება გადავრჩეთ. თუ საქართველოს მოსახლეობას არ უნდა დასვას ფასის საკითხი და უბრალოდ გემოვნებით აკეთებს არჩევანს, რომ დასავლეთი ჯობია ავტორიტარულ სამყაროს და თავისუფალი სამყაროსა და ავტორიტარულ სამყაროს შორის ჩვენ უბრალოდ რომელი არჩევანი გავაკეთოთ გემოვნებისა და მსოფლმხედველობის თვალსაზრისით, მხოლოდ ეს გონია ჩვენი არჩევანი, მაშინ ჩვენ შეიძლება ვერ გადავრჩეთ. ეს ნამდვილად ასეა. დიდი მადლობა. რომან კაკოლია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. ამით დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით.